4 სადო. ნოლიანი და რეპლიკა ნოლიანი. გამარჯობა მეგობრებო, მე გიორგი თევზაძე ვარ. დღეს ჩვენ გვეყოლება J-Class ეგროწოდებული გელენდვაგენი. განვიხილავთ ამ მანქანას, ეს არის G73 რა. ალბათ ეს ვიდეო ესე რომ დაწყებული იყო, თქვენ არ გაგისწორდებოდათ, იმიტომ რომ ჩემ არხზე რა უნდა J-Class რა. დღეს გვეყოლება თეთრი F30 და უშავესი მტყნელესი პიცოტი რა. აი ჯერ შეხედეთ ბიჭო, სიახლეები გვაქვს. ჩვენ დავაყენეთ M-ის სარკეები, ეგზეკუტის კაპოტი, აბლიცოვკაც იქნება. წამო მთავარი, რასაც დიდი ხანი ვეძებდით. აი ტრაკი უკვე თევზაძის მანქანას გავს რა. იმენა ნოლიანია ლიმიტა ბოზიშო და რეპლიკებულია იმენა. უყლევესი სტოპები, ამ სტოპებს შეიძლება თევზაძე იშორებდა ეს ყლეობები მიყენიაო. მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა რა. ამ ვიდეოში მოვახვედრებთ ლიმიტასთან ერთად, იმედია მანქანა არ ეყენება იქ ლიმიტას ადგილზე, გადავირბენ თაქვე ვარ. დანარჩენი არ შეცვლილა. შემდეგ ვიდეოში სავარაუდოდ აბლიცოვკასაც ნახავთ, ეგზეკუტის რო აყენია. და უფრო მიმსგავსებული იქნება პავაროტნიკების შეცვლაც გვინდა რა. მოდი დღეს ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილოთ ეს ორი ადამიანი რა. ამას რა მხრივა ეს ადამიანი, ეს რა მხრივა ადამიანი. მოდი სიმართლე რო ისე იყოს. ჩემთვის F30 ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება რა. ნუ კი არ გეწყინოს ბრატ, იმიტომ რომ არ აქვს ამ მანქანას დიდი ისტორია. ამ მანქანის ისტორია მარტო შეიძლება იქიდან ვიცოდე, რომ ლუკას ყავს. და ლუკა მადლობა. ამ მანქანას მოგეხსენებათ გიორგი თევზაძისგანაც დიდი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი მანქანა არის აწყობილი ესეთი მაგარ მდგომარეობებში და უბრალოდ ლეგენდა არის რა. ჩემთვის ეს მანქანა ლეგენდა გიორგი თევზაძისგან არის, არაფერ შუაში არაა სხვა ადამიანი რა. არც ვინმესგან შემყარებია, არც რამესგან. ეს მანქანა შემიყვარდა გიორგი თევზაძისგან. პატარა რო ვიყავი, მაშინ ვიდეოებს უყურებდი. ჩემთვის ეს ადამიანია რა. აი კიდე რა არის იცი? წინა ვიდეოში რომ გაყიდე, რაღაცა აი ვიღაცამ რო დაგვიწერა, გაყიდე რომ ახალი მანქანა იყიდე. აი პროსტ აი ლუკა გთხოვ რა, აქ ჩამისი რა ეს ვიდეოები რა, რომელსაც აი ალბათ 100 ჯერ, 1000 ჯერ ვუყურე რა. უბრალოდ აი ამ მანქანის ყურებით შემიძლია რომ დაუტყბე. შეიძლება ეს ნებისმიერ მანქანაზე ეგრე იყო, რომელიც გიყვარს და შენი ნაწვალევით გაქვს ნაყიდი. ან გინდაც მშობელმა გაჩუქა, შეიძლება რავი მოიგე, გებული მანქანა გაასწორებს სიმონ. მოკლედ მოდი განვიხილოთ ახლა მანქანა, ამაზე მე ამის ქებას დიდებას ვერ დავასრულებ, იმიტომ რომ რავი აი ალბათ რავი ყველაფერს დავთმობდი რომ ყველაფერი გამოვიდეს, არაფერს არ შევწყვეტდი რომ ამის დედას შევეც. აი პროსტა აზარად ვერ მოდიხართ, აი რამდენად ყლეობაში მაგ თავი გაყოფილი. ამის დედა ამის ოჯახი მომდის ჩემზე. ამის კარგი სტრაკი ვთქვა. პროსტა იმენა ვერელევი რა. ვისაც ყავს იცით რა, იმენა სულ ვიძახი ამას. ვისაც ყავს ყოლია იმენა ვიცით რომ ვეროველევით რა. სანამ ან დაამტრო ან არ გაატოტალებ იმენა ვერ შეეშვები რა. შეიძლება გაატოტალო, სხვა კუზავ დაითრო რაღაცები რაც გადარჩა გადასბორო რა. მოდი განვიხილოთ ეს მანქანები. პირველ მანქანებად განვიხილოთ. ლუკი შენი პირველი მანქანა ხო როგორც ვიცი ეს? ეს ჩემი პირველი მანქანაა ხო როგორც ვიცი? აი ამ რაღაცები იყო, მაგრამ ეგ მანქანები არა ეხა რა. ლუკას პირველი მანქანა F30. ეს ის მანქანაა, რომელიც არ დაგენანება არაფერს, იმიტომ რომ ამის ტაივანის M-ის ზბორკა რო გადაადედის მუტელო და გადაემპაკეტო და გადაემტრიო თუ რავი გაყლეობაც არის, ღირს 350 ლარი. ანუ ამ 350 ლარში შედის მე მგონი შეღებვაც, ხო? ეს მანქანა პირველ მანქანად არის იდეალური რა. იმიტომ რომ ეს მანქანა არ დაგენანება ისეთ რაღაცებს, რაღაცას მიედე, ვიღაცას გაუსვი. 21 წლის თუ ხარ, შეგიძლია თვეში 150 ლარი გადაიხადო, ვიღაცის რო გაუსვე, დაზღვევა, ამერუმე, შენც გაგიკეთებენ. რავი, აი ეს დაზიანება აქვს რა, კაპოტი ტაივანის M3-ს აექს.
ყუზიანი რა, აქლემი კაპოტი. რავი, 350 ლარი ღირს. შიტოკები ყველაფერი 350 ლარი ღირს. აი, რავი, წინა შიტოკი შეიძლება ჯგუფში გააძრო 100 ლარად რა. ანუ პირველ მანქანად არის იდეალური რა. დუაინოლი არის კი ეს დიდი არაფერი არ უნდა, ერთ stage თუ რაღაც ყლეობა უნდა, ლუკა მეუბნე ბაბაზრება არ მისმის. რო გაუკეთესო, ანუ დოევოსემის ჭანზეაო რა. ამ მანქანის მოვლა არის მაგარი მარტივი. ოპელის ფასი აქვს ხამის გიტარებს, სტერჟინებს, ეგეთ რაღაცებს. ერთადერთი ფარები შეცვალეს. ფარებს აქვს ფასი, რომელიც შეგიძლიათ პინდუოდან გამოეჯაროთ 600 ლარად. უკანა ყველაზე ძვირად ღირებული სტოპები, რომელსაც რო უყიდულობდით $400 დაგიკლებთ, ჩვეულებრივს დაგიყენებთ, თუ გინდათო, არ გინდა. ეს თუ არ დაუყენე, მანქანას აღარაფერი აღარ უყენია. მოკლედ რაღაცა ჩარევები მოხდა მანქანაში, რომ წამოყვანე. თუ თეთრი იყო დედა მოტყვა, თეთრი მისა ასეთი, მა? აქსია დედა მოტყვა. მე რა ვიცი. მივწხეთ შავი დისკები. უკანა რაღაცა დიფუზორი. რაღაცეები რა. მოკლედ ამ მანქანის ფასები არის $6,000-დან სადღაც $9,000-1000-მდე რა. შეიძლება მეტიც იყოს, იმიტომ რაღაცა aftermarket-ები, შეიძლება ტაიონის მაგიროთ ორიგინალი შიტოკები, ორიგინალი დისკები, ორიგინალი ფარები. ავედით εμის ფასზე იტყში. დავიკიდოთ რა. შენ თუ მანქანას ყიდულობ პირველ მანქანად, არ დაახარჯო, იმიტომ რომ ეს მანქანა ძველ მანქანაზე უარესია რა. ძველ მანქანას ახარჯებ, რაც მიეცი იმ ფასათაც ვეღარ ყიდე. ამ მანქანასაც ეგრე არის. ახარჯებ, გემოვა ვიღაცა ვერ ეს ვაჭარი, ეს ტაივანებია, 300 ლარის ბურგა. 300 ლარი ახალი. ეს უკვე ნახმარია, 200 არ გინდათ მეგობრებო, თუ იყიდით ისწავლეთ, იმიტომ რომ ეს მანქანა ეგრე აი როგორ რაღაც არის, იცი? ამ მანქანაში რო ეს დაკიდების სისტემა არ აქვს ის, რომ სიტყვაზე ორივე ერთდროულად აბუქსავს, ამას გააჩნია ეგ სწორობა, ჩატეც არის. ანუ დონატის სწავლა თუ გინდათ, ამ მანქანითაც ისწავლით, 2-დან 0 არის, მაგრამ ამას წინებზე 5 კაცზე მაგარი გავუშალე იტოქში. შენ თუ BMW მოგწევს და იმის რაღაცა არა გაქვს რა, აი თუ არ გძაქვს რო ყველას ყავს რა, ჰიბრიდივით რაღაცა რა. ეს მანქანები მართლაც რომ ძალიან გაპაფსავებული. აი შენ თუ ეგ შეგძლება არა გაქვს რომ აი გაპაფსავებულია, ძალიან ბევრს ყავს, მეზიზღება ამდენი რატოა, ეგრე ყველა მანქანა ბევრი არის რა, ეგრე რო ვთქვით. просто F30 Tesla მანქანა. ეს ლოგის პანჩი რა არის. პრობლემური არის ახალი მანქანები, ყველა პრობლემური არის რა. უკვდავი ვიცით რაც არის რა, აღარ უნდა ჩემი თქვა რა და მაგრად ცივა, კბილი ამოვიღე იტოქში და სიცხე მაქვს ფოზიშვილი. მოკლედ რა, ანუ აი ეს BMW-ა რა, ამასაც ჩასასმელი აქვს. ამასაც ჩასასმელი აქვს, ეს არაჯდება პროსტა ჯეუტია. საქმეზე რო გადავიდეთ, ამ მანქანას მე ვურჩევ ახალგაზრდა ბიჭს, ვისაც ეს ფინანსები აქვს წეღარ რაც ვთქვით რა. იმიტომ რომ ამ მანქანაზე სრიალსაც სწავლობ, კომფორტულადაც დადიხარ, ფეხები არ გეყინება, რავი, ხელები არ გეყინება, შუშები არ გეორთქლება, სიდენის გათბობა აქვს და დაჟე კომპლექტაციაში თუ მოყვა შეიძლება რულის გათბობითაც დაითრიო. ამ მანქანას კიდე შავი ჭერი აქვს, იტოქში ყველა ვიდეოში სადაც ეს მანქანა გამოჩნდება, ამავე დროულად ჩვენ ვახსენებთ ამ მანქანის შავ ჭერს, იმიტომ რომ ამ მანქანას შავი ჭერი აქვს რა. აი ძალიან მაგარი კომპლექტაციაა შეჩება. შავი ჭერი. რა კომპლექტაცია? შავი ჭერი. აი პიზდეცი სათქმელია რა, შავი ჭერი. რა შავი ჭერი შეჩება. მოკლედ ამ მანქანას ვურჩევ მე ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ცოტა რავი მოსწონს რა ესე სპორტულ გარემოში რაღაც აი ანგაზაობა, არის გაზაოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას წინებს დავფიქრდი და მაგარი ჩავიგრუზე წმო და იმის მე მანქანით არ გამოვსულა. თუ შენ მოგწონს აი დრიფტს, ანუ დრიფტი როგორ რაღაც არის, იცით? აი ვის რა აი დრიფტზე მე არ მაქვს ეგ შეხედულება რა. ქალაქში ეხა მეც არ მყავდეს რა, რაღაცა CS-ი შუა ეგ გამოუტყა და იმ თლიან
დიღომს კრუგი შემოვარტყა. დოაი პიატია რა. სუელზე თუ წავარტყავ და აი რაღაც პატარა კრუგზე აი პატარა მოსახვევში თუ შევალ რა, მაგრამ მაგასაც სიფრთხილით ვაკეთებ. ქალაქში გაზაობა არ არის, აი შეიძლება შენ თავს ენდობოდე რა, მაგრამ მე ბებიებისთვის ესე წამლები მიგქონდეს სიტოქში. ქალაქში არ ვიგაზავ 80 მაგაზე შევთანხმდეთ. ვიცი რომ ჩემი სიტყვა ყველაზე კიდია, თქო მაინც გაზავებთ, მაგრამ მე ჩემ მოვალეობას გავაკეთებ მაინც, რომ მოგიწოდოთ. არ იგაზავთ ქალაქში, მეტად არ მიყვარს. მიყვარდა. აღარ მიყვარს, იმიტომ მე შიტია მე. მოკლედ, ვისაც ცოტა სრიალი მოგწონთ, ეს მანქანა მაგრა გაგისწორდებათ. მშრალზე, ანუ ჩაულებრივად მარტო რო იქნები, ადგილზე იტრიალებ, თუ მოგისველა და ვაფშე მოგითოვა ბოზიშვილი იყო, შეიძლება 360-ები, 480-ები და 630-ები თუ როგორ აქვს. მოდით ახლა უკვე განვიხილავთ თუ დედამოწყნოლესი, უფარჩაკესი, უმაგრესი, უყლევესი, დედამოწყნოლესი. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ E34-ზე, რომელიც აი ნახე. просто აი დააკვირდი შეჭება. უყურე რა მაგრა არის. უყურებ და ამის თვალები რაღაცას ნიშნავს. მე სული გონდეს, იმშვენეს დამძოლ. შეიძლება მანქანა ვიდეოში ლურჯი ჩანდეს, მაგრამ მზე უტყავს რა. შავი არის. მოკლედ შეგიძლიათ ეს მანქანა იყიდოთ ახალგაზრდა ბიჭებმა $1000 შეიძლება რამე გამოკრათ, მაგრამ იმენა დედა ექნება მოტყნული რა. ეს მანქანა იყო და იქნება ყოველთვის. E34-ის ყიდვა უკვე შეგიძლია $1000-დან ზევით, ანუ დასასრული არ აქვს რა. $1000-დან ზევით. ხუი უზნაით ახლა რა მაქვს ამაში ჩადებული, რომ მე მიღირდეს, რომ შენ მოკიდო $5000. ამის ფასს ვერ იტყვი ეგრე რა. ანტიკვარი არის, რიშოვება, ნაკლებად არის ნაწილები. მოკლედ აქედან რომ დავიწყოთ. ამ E34-ზე აკენია წინა ტაივანის შიტოკი, რომლის შიტოკი, ეს წინა შიტოკი, ღირს ამ F30-ის M-ის ABS-ის ფასი. ალბათ ხვდებით ხო, რამ ხელაზეა განსხვავება ამის ნაწილების და ამის ნაწილების შორის რა. ეგზეკუტის კაპოტი, უშპაკლი და უსწორებელი ეგზეკუტის კაპოტი რო და აი თრიო $1000-დან ზევით არის ეს. თუ ვიღაცა გააძრო 700 შეიძლება ამის M-ის ღირს ეგრე. მართალია ამას M-ის და M პაკეტი და ეგენი არ გააჩნია ხა E34-ს კაპოტებში სხვაობა რა, მაგრამ მაინც ძვირი არის. M-ის სარკეები, ეხა M-ის სარკეები არ არსებობს რა. არ ჩამოსხმული არ არის არაფერი, უბრალოდ იმას თუ მიამსგავსებ 50 ლარად. ამის M-ის სარკე ჩამოსხმულიც არის, რომელიც 250 ლარი მაინც გიჯდება ყველა პონჩი, ან ორიგინალი. ამ მანქანას როცა ყიდულობ, შენ ის უნდა გქონდეს გათავისებული, რომ შენ ეს მანქანა გაწვალებს. შენ ეს მანქანა იმ ხრივ გაწვალებს, რომ ძველი არის. ძველი რო არის ეს მანქანა, ამას სჭირდება უფრო მალე ზეთის ცვლა, კალოტკების ცვლა, გიტარების ცვლა, ელასტიურის ცვლა, პაძვისროის ცვლა, ამის დედის მუტელი მოტყან გეხვეწებით, არ იყიდოთ, გეხვეწებით. ამის დედას შევეცი, ამის ბოზი დედა მომყან. ბიჭო, გალსაც ვერ ვადარებ რა. აი იმენა მანქანა, აი ხო გაგიგია, რომ აი ბიძაკაცებისგან და იმე აუ მეო ქალებმაო და იმენაო დალევამო გამწირაო ჩემი რა. ალბათ აი მთელი ცხოვრება რომ მეც ან აი რაღაც აი ის ხო ქალებმა და დალევამ გაწირა. აი მე რომ ეს მანქანა მთელი ცხოვრება მყავდეს და მეყოლება კიდევაც არის საქმე, თქვენ მაგაზე გული არ გაიტეხოთ. მეც ეგრე ვიტყვი. მაგრამ ისინი რო იძახიან ქალებმა და დალევამ გამწირაო, მე ვიტყვი რომ ინტრიჩიტირმა გამწირა სიმონ ღუაზე ხარ და მე მეწოდინება მეორეში გამორტყმის მუღამი, მეწოდინება ცეპლენი შეცვლა, მეწოდინება სიმონ კაროვკის შეცვლა, მეწოდინება სიმონ ძრავის შეცვლა, მეწოდინება სიმონ ახლა გარეთ დეტალებზე არ ვლაპარაკობ რა, კაპოტის შეცვლა, კრილოების შეცვლა, შიტოკების შეცვლა, ხუისნიმა, დისკების ხუისნიმა. ანუ მეწოდინება რა, ბევრი რაღაცა მეწოდინება მანქანაზე, რაც შეიძლება იმან არ იცოდეს, მაგრამ
იმან იცის რომ ანუ ესე არის გაჭრილი ესე არის გაჭრილი და ესე არა რაღაც ეგეთი არჩას სადო რეპლიკა ნოლიანი და რეპლიკა ნოლიანი. ხო, წაიწვევ განომინაცვლე. ამ ადგილში ცოტა შუქი არის აქ. ვიდეს ჩვენი რეპლიკა ნოლიანი და ჩვენს უკან არის თევზაძის ნოლიანი რა. რა აი ეს კადრი უნდა ყოფილიყო რა უეჭველი ამ ვიდეოში. ახიცა შემოვიდეთ. აი აქ შემოვედით. ერთი ორი დღე აქ იდგება მანქანა სანამ ესენია. მე ამათ ევაკუატორი წავიყვან და წავალჩი. წავიყვან ყველას. ალბათ ესეთი ვიდეო ნოლიანზე არ ყოფილა რა. აი მინა ფაქტობრივად მიხარია რა. აგერად ძნელ თავს. და შენი თვალები თიშა ეგრესული კანტე სიცოცხლე მაგრამ შენა გადავუყოთ